შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები საზოგადოების ისეთივე მნიშვნელოვანი წევრები არიან, როგორც სხვა დანარჩენები. ეს ადამიანები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული არა მხოლოდ იმ პრობლემატიკის განხილვაში, რომელიც მათ ეხებათ, არამედ სხვა საკითხებშიც. ისინი ზუსტად ისეთივე მოქალაქეები არიან, მათაც ისეთივე მრავალგვარი შეხედულებები აქვთ, როგორც სხვა დანარჩენებს. 2016 წლის 20 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს რესტორანმა წისქვილმა უმასპინძლა. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია იმედით გამოწვდილი ხელების მხარდაჭერით ჩატარდა. მხიარული განწყობა, საქველმოქმედო სადილი და სასიამოვნო გარემო. ასეთი იყო რესტორანი წისქვილის მიერ ორგანიზებული საღამო. მათ კიდევ ერთი ბედნიერი დღე აჩუქეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს. მადლი და მშვიდობა ძვირფასებოდა სრულიად საქართველოს. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები. უღრმესი მადლობა ქალბატონ ციციგურიელს აქ ჩემი მოწვევისთვის. ამ ბავშვებს მე რო უყურებ, მიხარია იმათი სიხარული, რომ შეუძლიათ რომ გაიხარონ და ამის საშუალებას ქალბატონი ციცი აძლევს და ღმერთი ადამიანის ხელით მოქმედებს. ცოცხლად არავის არ გამოეცხადება. და შეიძლება ითქვას, რომ დღეს აი აქ ამ დარბაზში ამათი ღმერთი დაუფალი ამ წუთში ქალბატონი ციციგურიელია, რომელიც ასე ახალისებს და ახარებს და მოხარული ვარ, რომ საქველმოქმედო საღამოში ვიღებ მონაწილეობას. ამ საქველმოქმედოს ორგანიზატორია ციციგურიელი. ყოველთვის გამიხარდება, რომ მე ვიდგე მათ გვერდით და გავახალისა ბავშვები, ძალიან მიხარია. ორგანიზაცია სიმეთით გამოწვეული ხელები, წისქვილი ჯგუფი, მე რაც ვიც ყოველ შემთხვევაში მეორე წელია მასპინძლობს, მაგრამ საერთოდ ზოგადად ვაპირებთ რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ქალბატონი ციციგურიელი არის, ვისთანაც ჩვენ კონკრეტულად კონტაქტობთ. ყოველთვის ვართ მოხარულები, რომ სოციალური პასუხისმგებლობა გავინაწილოთ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ამას აკეთებს, ჩავერთოთ ქველმოქმედებაში. ჩვენ გვყავს რამოდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახი, ვისაც ვინახავთ, ეს არის 6 შვილიანი და 7 შვილიანი ოჯახები. ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ვეხმარებით, შეძლების დაგვარად რა თქმა უნდა და ყოველთვის გავუმასპინძლებით დიდი სიამოვნებით და მივიღებთ ასეთი ტიპის საღამოებზე და რა ვიცი, თუ კიდევ ვინმეს აქვს სურვილი რომ ჩვენგან მიიღოს დახმარება, ამასაც ძალიან დიდი სიამოვნებით გავაკეთებთ. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, აქვს ინდივიდუალური მისწრაფებები და თუ მას სოციალურ გარემოში ინტეგრაციაში შეფერხებები აქვს, ჩვენის უნდა გავაძლიეროთ და არა მისი შეცვლოთ ცადოთ.